მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღესაც ადამიანზე უნდა ვისაუბროთ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა წახნაგზე და რაც თავარია ადამიანის ორგანიზმზე ვისაუბროთ, ანუ იმაზე, რასაც ყველანი ვხედავთ. ყოველთვის ეს უფრო მარტივია აღსაქმელად, ადამიანის აღქმაც, რატომღაც სხეულის აღქმას უკავშირდება. სინამდვილეში ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სხეული. ჩვენ თითოეული ჩვენგანი გაცილებით აღმატებულნი ვართ, ვიდრე ჩვენი სხეული, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჭირდება გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი სხეული გარკვეულ დროში არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სიცოცხლე ზღვრულია. შესაბამისად, ამ ფაქტის გაცნობიერებამ ადამიანში როგორც არასდროს გააჩინა დღეგრძელობის სურვილი, ანუ რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლოს. ეს აღმოჩნდა ფართო საზოგადოებისთვისაც საფიქრალი თემა და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანდასახული ამოცანა კონკრეტული ჯგუფის მეცნიერებისათვის. დღეგრძელობა დღეს არის არა უბრალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ მოძრაობა, რომელიც მეცნიერებს და ფართო საზოგადოებას აერთიანებს ერთი საერთო მიზნით, რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ. დღეგრძელობა, რომელიც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა წახნაგით, რადგან დღეგრძელობა ეს არ არის უბრალოდ რიცხვები. ეს არის გარკვეული ფაქტორებით განპირობებული მდგომარეობა, რომელსაც ყველაზე ხშირად იწვევს მაგალითად გენეტიკა. დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ დიახ, დღეგრძელობაში გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს გენეტიკა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ცხოვრების წესის ფაქტორები. იყო პერიოდი, როდესაც ცხოვრების წესის ფაქტორებს უფრო მეტი როლი ენიჭებოდა, თუმცა ახლახან დასრულებულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა გენეტიკის როლზე. მოკლედ, გენეტიკა, გარემო, მრავალი სხვა ფაქტორი ახდენს ჩვენს დღეგრძელობაზე გავლენას, თუმცა არის ჩვენი არჩევანიც, ოჯახის არჩევანიც, საზოგადოების არჩევანიც, რომელიც ცხოვრების წესის ფაქტორებს გულისხმობს. ცხოვრების წესის ფაქტორების ჩამოთვლას მე ახლა არ დავიწყებ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გვახსოვს თითოეული მათგანი, მაგრამ სწორედ მათი ერთობლიობა განსაზღვრავს იმ შესაძლებლობას, რაც სიცოცხლის გახანგრძლივებას უკავშირდება. მაგრამ თანამედროვე ადამიანისთვის უბრალოდ დიდხანს სიცოცხლე არ არის საკმარისი და დღეს უკვე ვლაპარაკობთ ცხოვრების წესზე და ცხოვრების ხარისხზე, რომელიც უნდა უზრუნველყოთ სწორედ ჩვენი ცხოვრების წესის ფაქტორებით და მრავალი სხვა ცოდნით, რომელიც გვეხმარება საბოლოო ჯამში ერთ ქუდქვეშ მოვაქციოთ ცხოვრების წესიც, ცხოვრების ხარისხიც და სიცოცხლის ხანგრძლივობაც. ამიტომ დღევანდელი გაგებით დღეგრძელობა ეს არის ყველა უკვე ნათქვამი ფაქტორის მთლიანობა, სადაც ჩვენ ვითვალისწინებთ მთავარ სათქმელს, რომელთანაც უკვე რამდენიმე წელია მივიდნენ მეცნიერები. შევმატოთ წლები სიცოცხლეს და შევმატოთ სიცოცხლე წლებს. რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ პროცესზე, სადაც ცხოვრების ხარისხის და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ერთმანეთის ტოლფასია და ურთიერთშემავსებელია. განსაკუთრებით თვალსაჩინო ეს მაგალითები არის ხოლმე კონკრეტული ისტორიების ხილვისას და მოსმენისას. ჩვენი რუბრიკა დღეგრძელობა ამ მხრივ განსაკუთრებული გახლავთ და დღევანდელი ისტორია არის მორიგი თავგადასავალი ამ ციკლიდან, რომელსაც შორენა ლავაძე მოგიყვებათ. დავიბადე 15 აპრილს 1940 წლის. ამან გადაწყვიტა ჩემი მომავალი. ეს არის ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღე. ყველაფერი შემიყვარდა. აი, ზუსტი მეცნიერება, ჰუმანიტარული ლექსი, ისტორია, ყველაფერი თანაბრად. მე ვარ გიორგი შვაცაბაია. მყავს 2 ქალიშვილი, ასე და 5 შვილიშვილი. მამა ჩემი დიდი სპორტსმენი იყო, უშველებელი. პირველი ქართველი რეკორდსმენი სიმაღლეზე ხტომის. ამას დაერქვა შავი ავაზა. ათელა შანიძე, გრებეშოკი ქვია, გაგრასთან, გაგრისი, დავინახე და აი ხლა პირი რო დავაღე, მაშინაც
აი ესე ვიყავი და ყველა გარშემო არანორმალური ბოტიჩელის დახატული ქალი დგას. წემსად არის დედამისი, დოლაბერიძე, ნონა. სის და ვითომ მკითხულობს და უყურებს ნათელას და ვინმე ხო არ მივა და რა. აი იქიდან დაიწყო რა დაიწყო არც ვიცი. ერთი ნახვით შეყვარება იყო? ერთი ნახვით ხდება ხოლმე, აბა. ჩირაღდანზე გითხარით, მშვიდობის ჩირაღდანზე. ოლიმპიაში, რომელსაც ქვია არხაია ოლიმპია, ღმერთების ქალაქია, სადაც დაიბადა ევროპის ცივილიზაცია ფაქტიურად. ოლიმპიაში, სადაც 2000 წელია, არაფერი დადგმულა კი არა, ქვის გადაადგილება არ შეიძლება. აი ესე შევიდა ოლიმპიაში. ლექსებსაც წერ სხვადასხვა და მე ვწერ წიგნს. წიგნი კი არა, მემუარებია რა ფაქტიურად. ნუ შიგადაშიგ ხანდახან, მაგრამ ამას ქვია ბედი და შეცდომები. ნუ შეცდომები გაცილებით მეტია. ადამიანს თუ უნდა მართლა იცოცხლოს და ივარჯიშოს. და მეც ახლა ხელი მაქვს და გეტყვით. ნუ ერთი წლების წინ შევედი მაღაზიაში და ბაბუ მეუბნება გამყიდველი ბაბუ რა მოგართვა? მე ვთხარი აი ის მინდა და შენ რამდენი წლის ხარ? მეუბნება რაღაცა 30 წლის. გინდა ხელი გადავწიო თქვა. გაეცინა. დაუნგრია ხელი. იმიტომ რომ ისეთი ქვა და რა გაგიგდა. არ გაჩერებულა. ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკების თამადობით. მოკლედ ამოუწურავი ნიჭიერება მოდის. ხელოვნება არ არის სპორტი. ხელოვნება ხო არ ვითარდება. შეიძლება შოთაზე მაღალი რამე მოხდეს ან ჰომეროსზე ან შექსპირზე. აქ შეჯიბრი არ არსება პირველი მეორე მესამე. სათქმელი ენით არა. ენით არა. ხელებით და ამე. ცხოვრების აზრი მარტო იმან იცის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კანი ერთგვარი ზღურბლია ჩვენსა და გარემოს შორის. ისიც ბევრჯერ გვითქვამს, რომ კანი არის ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანო, რომ კანი მხოლოდ იზოლირებულად სათქმელი სიტყვა არ არის და მას თავისი დანამატები აქვს თმისა და ფრჩხილების სახით. მაგრამ თემა, რომელზედაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რომელსაც პერიოდულად აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ხოლმე და დღევანდელი ჩვენი საუბარი უკავშირდება კანის სიმშრალეს, ამჯერად სეზონის ასაკის და გენდერული თავისებურებების ჭრილში. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობარი, გულშემატკივარი, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, იგი გახლავთ დერმატოვენეროლოგი ქალბატონი ნათია თოდოა. ნათია, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა. ჩვენც გვიხარია ძალიან და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ისეთ საკითხზე, რომელიც დამეთანხმებით თქვენ როგორც დერმატოვენეროლოგი ძალიან აქტუალურია საზოგადოებაში და აქტუალობას არ კარგავს ეს საკითხი. პირიქით, აქტუალობისთვის მას მეტი და მეტი არგუმენტები უჩნდება და ამაში ცივილიზაცია, რა თქმა უნდა, თავის როლს ასრულებს მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. მოდით თავიდანვე ძალიან მარტივად დავიწყოთ და ვთქვათ, რა არის სიმშრალე კანისა? როდის ვამბობთ, რომ კანი თავისი დანამატებით გამომშრალია? კანის სიმშრალე, რომელსაც აქვს რამდენიმე სინონიმი, ქსეროზი, ასტიატოზი, არის საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანში ჰიდროლიპიდების რაოდენობის შემცირებით. რა არის ჰიდროლიპიდები? ჩვენს კანის ზედაპირზე განლაგებული წყლის და ცხიმის ნაერთი, რომელიც პასუხისმგებელია, რომ კანში უნარჩუნოს ტენიანობა და ძირითადი კომპონენტია კანის ბარიერული დამცავი ფუნქციის შესრულებაში.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კანს თავისი დანამატები აქვს, ანუ თმაც შეიძლება გამოშრეს, ფრჩხილებით შეიძლება გამოშრეს, რამ შეიძლება გამოაშროს კანი თავის დანამატებთან ერთად? როგორც ცნობილია, აქ ერთ მიზეზზე არ საუბრობთ, მაგრამ შესაძლო მიზეზებზე რომ ვისაუბროთ, ეს ჩამონათვალი როგორ უნდა წარმოვიდგინოთ დაახლოებით? კანი თავის დანამატებთან ერთად შეიძლება გამოშრეს, რომელშიც მოიაზრება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თმა და ფრჩხილები, სხვადასხვა ეგზოგენური, ანუ გარე და ენდოგენური შინაგანი ფაქტორების გავლენით. გარე ფაქტორებს მიეკუთვნება სეზონი, ქარი, სიცივე, ზამთარი, წყალთან ხშირი ურთიერთქმედება, როგორც არის ხშირი ცხელი და ხანგრძლივი შხაპი, ასევე არაადეკვატური წყლის მიღება, რასაც ჩვენ დეჰიდრატაციას ვეძახით კანისას. ასევე ისეთი პირობები, ვთქვათ, როგორიც არის ხშირი ტენიანობა, გამათბობელი ტემპერატურის ცვლილება, სხვადასხვა მედიკამენტებსაც კი შეუძლიათ კანის სიმშრალე გამოიწვიონ. ხოლო ჰორმონალური კუთხით კანის სიმშრალეს იწვევს მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ჰიპოთირეოზი, ასევე მენოპაუზა, როდესაც ხდება ესტროგენის შემცირება, ეს თავისრივ ელასტიურობას აკარგვინებს კანს და მეტად თხელდება. რაც შეეხება კანის დანამატებს, როგორიც არის თმა, ხშირი საშრობის გამოყენება, უთო, ფრჩხილების შემთხვევაშიც, როცა ხშირად გვიწევს წყალთან შეხება და არ ვიყენებთ დამცავ ხელთა თმანებს. ასევე სხვადასხვა ჰორმონალური დისბალანსი, როგორც უკვე ვახსენეთ და მალნუტრიციოლოგია, ანუ არასწორი კვება. როცა ვიტამინები აკლია კანს, ესენია ძირითადად A ჯგუფის, D ვიტამინი და B ჯგუფის ვიტამინები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტორთა ჩამონათვალზე, თქვენ როგორც ბრძანეთ, ეს არ არის ერთი ჯგუფის მხოლოდ რისკები. ეს შეიძლება იყოს გარეგანი და შეიძლება იყოს შინაგანი, ანუ გარედან კანზე მოქმედი და ჩვენი ორგანიზმის შიგნით წარმოშობილი რისკები. თუმცა ისეთი რისკები, როგორიც არის სეზონი, თქვენ ახსენეთ. და ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის სეზონის შესაბამისად კანის დატენიანების ცვლილება. ფიზიოლოგიურადაც და ცხადია პათოლოგიურადაც. სეზონი, ასაკი და სქესი. აი ეს რისკ ფაქტორები გამოვყავით ჩვენ სათაურში და თითოეულ მათგანს უნდა შევეხოთ. მოდით სეზონით დავიწყოთ, რა თქვენ სეზონი უკვე ახსენეთ. სეზონი, რომელიც გულისხმობს ტემპერატურის მერყეობას, ტენიანობის მერყეობას, ეს თქვენ ახსენეთ. მაგრამ რა ზარალდება ამ დროს? უბრალოდ რატომ ზარალდება ასეთ შემთხვევაში კანი და რატომ არის მნიშვნელოვანი ამის წინასწარ გათვალისწინება? ან საერთოდ შესაძლებელია თუ არა წინასწარ გათვალისწინება და როგორ შეიძლება სეზონური გამოშრობისგან კანის დაცვა? როდის არის ყველაზე მაღალი გამოშრობის რისკი, ვთქვათ, სეზონებს თუ გადავავლებთ თვალს? და ასეთ შემთხვევაში ძალიან პრაქტიკული რა იქნებოდა სეზონებისგან თავდასაცავად. ანუ სეზონური რისკებისგან თავდასაცავად. დიახ, ზამთრის სეზონი უნდა გამოვყო, რადგან ზამთარი და სიცივე არის ჩვენი კანის ერთ-ერთი მტერი. ტენიანობა მცირდება, გარეთ სიცივეა, შენობებში გამათბობლებია ჩართული, შესაბამისად კანი არც ისე კარგად რეაგირებს ამ ცვლილებებზე. ისედაც დერმატოლოგიური კუთხით რო შევეხოთ, ჩვენ გვაქვს რიგი დაავადებები, რომელიც კანის ქრონიკული სიმშრალით მიმდინარეობს, ეს არის ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი, სებორეული, კონტაქტური ირიტაციული დერმატიტები. ხოლო ატოპიური დერმატიტი ყველამ ვიცით, რომ ზამთრის სეზონზე ყველაზე მეტად მწვავდება, რადგანაც ამ დროს კიდევ უფრო მეტად შრება კანი და ძალიან ბევრს უყვარს ამ დროს ცხელი შხაპი, რათა გათბეს. ეს მეტად უზრუნველყოფს კანის ზედაპირიდან წყლის აორთქლებას და მეტად შრება ჩვენი საფარველი. ამისთვის გვაქვს დამატენიანებლები, როგორც თქვენ ახსენეთ, პრევენცია როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ. დამატენიანებელი დაავადების შემთხვევაში მკურნალობის შედეგს გვინარჩუნებს, ხოლო უბრალოდ მშრალი კანის შემთხვევაში თავიდან გვარიდებს ისეთ არასასურველ ეფექტებს, როგორც არის მისი მარტივად გაღიზიანება, გრძნობელობის მომატება, ქავილი და დისკომფორტი. დამატენიანებლები ზოგადად ადეკვატურად უნდა შევძლოთ, რომ ავარჩიოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გელი, კრემი, ლოსიონი, ბალმი,
გელი მშრალ კანს არ უყვას, იმიტომ რომ ძირითადად წყლის ბაზაზია და მარტივად ორთქლდება. ლოსიონიც ძირითადად წყლის ბაზაზია, მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს და მაინც უფრო ნორმალური ტიპის კანს უყვარს, ხოლო მშრალი ტიპის კანს უკვე კრემი და ბალმი შეეფერება, რადგან სტრუქტურა მეტად სქელია, კრემში თანაბრად არის წყლის და ცხიმოვანი ბაზა, ხოლო ბალმში ცხიმოვანი ბაზა მეტია. ამიტომ ძალიან გამომშრალ კანს ყოველთვის დამატენიანებელი ბალმის გამოყენებას ურჩევთ. სქესის კუთხით თუ შევხედავთ, თქვათ, როგორ შეგვიძლია დავყოთ, კანი როგორ რეაგირებს, როგორ შეება, მაინც არის ბიოლოგიური და ჰორმონალური განსხვავება ქალსა და მამაკაც შორის. ქალის შემთხვევაში მენოპაუზა, მენსტრუალური ციკლი, ორსულობა მეტად უწყობს ხელს, რომ გამოშეს კანის ზედაპირი, რადგანაც ესტროგენი ჩვენი ფიზიოლოგიური ჰორმონია, მენოპაუზასთან და ასაკის მატებასთან ერთად ესტროგენი მცირდება, თავის მხრივ კოლაგენის გამომუშავება იკლებს, ამიტომ კანი კარგავს ელასტიურობას და მეტად მშრალი ხდება. მამაკაცების შემთხვევაში პირიქით ანატომიურად უფრო სქელია კანი, მათი ფიზიოლოგიური ჰორმონი ტესტოსტერონი უზრუნველყოფს ცხიმის ესეთი გემრიელ და კარგ გამომუშავებას, მაგრამ იმაზე ვთანხმდებით, რომ ორივე ტიპის კანი, ორივე სქესის წარმომადგენლებში ასაკთან ერთად შრება, თუმცა ქალებში სტატისტიკურად მეტად არის გამოხატული. თუ ჩვენ აი ამ საკითხს გავაგრძელებთ წმინდა პრაქტიკულ ჭრილში. თქვენ ახსენეთ ზამთრის განმავლობაში როგორ შეიძლება დაზარალდეს კანი, გამოშრეს კანი. და გარკვეულწილად თქვენ დაასახელეთ ფაქტორები, რომელიც ჩვენ მოვიგონეთ ჩვენი კომფორტისთვის, მაგრამ ამან შექმნა დამატებითი რისკები ჯანმრთელობის კონტექსტში, მაგალითად გათბობა, მაგალითად ცხელი ჭყაპი, ძალიან განსხვავებული, ვთქვათ, კონტრასტები გარემოს ტემპერატურასა და ჩვენ სამუშაო გარემოში ტემპერატურას შორის, გარემოს ტემპერატურასა და მანქანაში რომ ტემპერატურა, ან ბინაში რომ ტემპერატურა. ეს არის ის რისკები, რომელზედაც თქვენ საუბრობდით და ეს არის გარკვეულწილად ადამიანის მიერ პროვოცირებული. თუმცა მეორე მხრივ ჩვენ ვლაპარაკობთ მდგომარეობაზე, რომელიც სეზონის მონაცვლეობას უკავშირდება. თუ ზამთრის განმავლობაში დაზარალებულია კანი, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ პრაქტიკულად ჯანმრთელზე და თქვენ დაასახელეთ ზოგიერთი დაავადება, როდესაც გამოშრობა ერთი მხრივ კლინიკის ნაწილია, ანუ ერთ-ერთი ნიშანია და თუ ხელოვნურად ამას გავაღრმავებთ, კიდევ უფრო მეტი პრობლემები იქნება. გაზაფხულისთვის როგორ უნდა წარმოვიდგინოთ კანი, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში დავაზარალეთ, გამოვაშრეთ, შევუქმნით უამრავი პრობლემა და გაზაფხულზე, როდესაც ორგანიზმს ისედაც აქვს სირთულეები, შინაგანი სირთულეები, ფიზიოლოგიური სირთულეები, გადაიტანოს ეს გარდამავალი პერიოდი, როდესაც ატმოსფერული წნევა იცვლება, ორგანიზმში უამრავი ჰორმონული გადალაგება ხდება, უამრავი ნარჩენი ნივთიერებებისაგან გათავისუფლება ხდება და ასე შემდეგ. არის თუ არა ამ მხრივ საყურადღებო გაზაფხული, როგორც გარდამავალი პერიოდი, ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლისას და კანის სიმშრალე, როგორც წარმოვიდგინოთ, ასეთ შემთხვევაში რა იქნებოდა ყველაზე სწორი დამოკიდებულება და კეთილმყოფელი გადაწყვეტილებები ჩვენი კანისთვის? ზამთარში თუ კანს ადეკვატურად მოუვლით, გაზაფხულზე ჩვენი კანი მადლობას გვეტყვის, ისე მარტივად რომ ვთქვათ. თუ არ არის გამოხატული სპეციფიური ალერგიული რეაქციები, იმიტომ რომ ამ დროს ბუნება იღვიძებს, ბევრ ადამიანს აღენიშნება ალერგიული რეაქციები და კანის სიმშრალის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ალერგიული დერმატიტები, კონტაქტური დერმატიტი, კანის ქავილი მეტია, ამ დროს მექანიკურ დაზიანებას ვიღებთ მის ზედაპირზე, ექსკორიაციებს იგივე ნაკაწრების სახით, მაგრამ დაავადების ჭრილში რომ არ განვიხილოთ კანის სიმშრალე, მისი დატენიანება არის ყოველდღიურად აუცილებელი, იმიტომ რომ დამატენიანებელი საშუალებები არის ერთადერთი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ბარიერული ფუნქციის შენარჩუნებას და ხელს უშლის ტენის დაკარგვას კანის ზედაპირიდან. ხშირად არ ესმით ხოლმე, რა საჭიროა რაღაც ნივთიერება ყოველდღიურად გამოვიყენოთ. სწორედ იმისთვის, რომ კანმა შეძლოს გაძლოს და ასე ვთქვათ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის დისკომფორტი, რაც არის სიმშრალე, ქავილი, ხშირად აქვთ ხოლმე, რომ ტანისამოსის გამოცვლისას ფიფქები ვიცვივა ხოლმე აქერცლილი კანი ზედაპირიდან.
ეს ყველაფერი რეგულირდება ძალიან მარტივი წესების დაცვით, რომ ყოველდღიურად დავიტენიანოთ ჩვენი მთლიანი კანის საფარველი და არა კონკრეტული ანატომიური ლოკაცია, იმიტომ რომ ქსეროზი კანის სიმშრალე შეიძლება ნებისმიერ ანატომიურ უბანში იყოს და მეტად მკვეთრად იყოს გამოხატული სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა რეკომენდაცია არის, რომ არა მხოლოდ კონკრეტული, არამედ მთლიანი კანის საფარველი თხემით ტერფამდე მოხდეს კანის დატენიანება. ერთხელ ან ორჯერ დღეში გააჩნია რა სიმწვავით არის გამოხატული სიმშრალე. როცა არის ძლიერი სიმშრალე, მაშინ ორჯერ დღეში სრულიად შესაძლებელი. თუ არა, ერთხელ დღეში შხაპის შემდეგ, საღამოს საათებში. რომელიც არ არის ძალიან ცხელი. რომელიც არ არის ძალიან ცხელი, ნელთბილი და ხანმოკლე. როდესაც ჩვენ ამა თუ იმ რეკომენდაციაზე ვსაუბრობთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ დადგენილი მტკიცებითი მედიცინის მიერ განსაზღვრული, ასე ვთქვათ, მონაცემების შესაბამისად. თუმცა მაყურებელი, რომელიც ახლა გვიყურებს, შემდეგ სოციალურ მედიაში, უпростоრად ჩვენ სოციალურ ქსელში, როდესაც შესაბამის გვერდზე აღმოჩნდება ეს მასალა, არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეხამუშოს ან გულზე მოხვდეს დღეში ერთხელ, ორჯერ დატენიანება და ასე შემდეგ და რატომღაც წარმოდგენა ავტომატურად იმისა, რომ ეს არის ძალიან მსუყე რეკომენდაცია, ძალიან ძნელად შესასრულებელი, ძალიან ძვირად ღირებული და ასე შემდეგ. არის მარტივი გადაწყვეტილებები, რომელიც სახლის პირობებში, აი ამ ამოცანის გადაჭრაში გვეხმარება, იმიტომ რომ რატომღაც როდესაც კანზეა საუბარი, იგივე კანის დატენიანებაზეა საუბარი, ავტომატურად იგულისხმება ძვირად ღირებული საშუალებები. ასეა ნათია? მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პროდუქტი არ არის ძვირად ღირებული და რატომღაც საზოგადოებაში მუსირებს ხოლმე აზრი, რომ რაც უფრო ძვირად ღირებულია პროდუქტი, მით უფრო ხარისხიანია და კარგი. ეს ყოველთვის ასე არ არის. მთავარი ელემენტარულად რომ ავიღოთ ვაზელინი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვაზელინი ძალიან სუყეთ და კარგად ნაწილდება კანის ზედაპირზე და ხელს უშლის იმას, რომ კანმა ტენიანობა დაკარგოს, წყალი აღარ ორთქლდება კანის ზედაპირიდან. შემდეგ ვთქვათ, სხვადასხვა ევროპული თუ ამერიკული ბრენდები იქნება პაციენტები და მომხმარებლები პაციენტს რატომაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვახსენებ ხოლმე, უკვე თავიანთი გემოვნებით არჩევენ. თუმცა ის რეკომენდაცია, რომ დამატენიანებელი საშუალება არ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა სურნელოვან დანამატებს, კანის გამაღიზიანებელ აგრესიულ ნივთიერებებს, უნდა იყოს ჩვენ კანთან pH ბალანსთან ჰარმონიაში. ჯავატუტოვანი წონასწორობას გულისხმობს. pH ნეიტრალური მარტივად რომ ვთქვათ და ვფიქრობ, ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს დღეში ერთხელ. კანის ტიპიდან გამომდინარე, დავყოთ ნორმალური მსუბუქად მშრალი და ძალიან გამომშრალი ტიპის კანი. დღეში ერთხელ, თუნდაც ნორმალური ტიპის კანს სასურველია რომ მოხდეს დატენიანება, თუმცა როცა სიმშრალე არ არის მწვავედ გამოხატული, ის მაინც აპატიებს 1-2 დღე, რომ მომხმარებელმა არ წაისვას დამატენიანებელი საცხი, თუმცა მშრალი კანის ტიპი შემდეგ იმდეხელა დისკომფორტს იწვევს. სამოსის შეხება კანის ზედაპირთან, როცა დატენიანებული არ არის, ასოცირდება ზედმეტ ქავილთან. კანის ქავილს სტატისტიკურად 3 ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი არის კანის სიმშრალე, ნერვული ფონი და სხვა ალერგიული რეაქციები, მულს ამ შემთხვევაში არ ვახსენებ. დიახ. რეალურად ჩვენ ახლა ლიდერზე ვსაუბრობთ კანის გამოშრობაზე, ამ ჩამონათვალში ლიდერ პოზიციას იკავებს ქავილის გამომწვევ მიზეზთა შორის. თუმცა არის ერთი თავისებურება კანის სიმშრალეზე, ვიდრე დავასრულებთ საუბარს, კანის სიმშრალე ბავშვებში და კანის სიმშრალე ორსულებში. ეს არის ის კითხვები, რომელიც მე პრაქტიკულად მაყურებელთა თხოვნით უნდა დაგისვათ. კანის სიმშრალე ბავშვებში რამდენად საყურადღებოა, რა თქმა უნდა, იმ კანონზომიერების გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვით, რომ ვთქვათ, ეს არ უნდა იყოს ცხელი წყლით ვანაობა ბავშვებისთვის, რომ გარემოს დატენიანება, ადეკვატური რაოდენობით სითხე, ბალანსირებული კვება და ასე შემდეგ, მაგრამ არის ხოლმე ისეთი თავისებურებები, რომელიც მხოლოდ ბავშვების შემთხვევაში ან დამატებით ბავშვების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს ოჯახმა და რა უნდა იცოდეს ორსულმა ქალბატონმა სიმშრალესთან მიმართებაში. კანის სიმშრალე ჩვილობის ასაკში ან ბავშვობის ასაკში
თუ არ რეგულირდება დამატენიანებელი საწყის გამოყენებით, აუცილებელია უკვე მიმართოთ ექიმს. როგორც წესი, მე მშობლებთან ხშირად მაქვს შეხება, ყველას აქვს ძალიან მოწესრიგებული მოვლის რუტინა, ასე რომ ვთქვათ, ბავშვებთან მიმართებაში. სპეციფიურ საშუალებებს იყენებენ, რომლებიც ბავშვის კანისთვის არის გათვლილი, იმიტომ რომ ბავშვის კანი მეტად მგრძნობი არის ვიდრე ჩვენი კანი. მაგრამ ხშირად ამას ვეძახით ატოპიურ კანს, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ბავშვებში ატოპიური დერმატიტი. იწყება მშრალი, შემოფარგლული უბნებიდან სხეულის სხვა ზედაპირზე, რომელიც თავდაპირველად შეიძლება მარტივად რეგულირდებოდეს დამატენიანებლებით, ხოლო შემდეგ უკვე წინ მოდის ისეთი სიმპტომატიკა, როგორც არის კანის სიწითლე, ქავილი, ბავშვი წუხს, დედას ვერ აგებინებს და პატარა ნაკაწრები და ძილის დარღვევები აღინიშნება ხოლმე ამ დროს. სამწუხაროდ ატოპიური დერმატიტი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი არის. ქრონიკული ანთებადი და სიმშრალით მიმდინარე ქავანა დაავადება, რომელსაც სამი სტადია აქვს: ჩვილობის, ბავშვობის და მოსძილობის. ამიტომ როცა ქრონიკულ დაავადებაზე ვსაუბრობთ, წინასწარ სცენარის გათვლა და პრევენცია რთულია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში პრევენცია არის სწორედ დატენიანება და მკურნალობას და კანის მოვლას თანაბარი როლი ენიჭება მით უმეტეს ბავშვობის ასაკიდან. ხო, რაც შეეხება ორსულებს, მე ვამბობ, სიმშრალე არის ხვედრი აუცილებლად ორსულების კანის არა ყოველთვის. ორსულობა, ლაქტაცია არის ყველაფერი დგება თავდაყირა. ჩვენი ჰორმონალური სტატუსი, საპასუხო რეაქცია კანის სხვადასხვა გამღიზიანებელზე, ის რაც მანამდე ჩვენთვის სრულიად მისაღები იყო და ჩვენი კანისთვის ორსულობის დროს შეიძლება კანმა გააპროტესტოს. მაინც ესტროგენები იჩენენ აქ თავს და სხვა ჰორმონები, ამიტომ იმდენად ინდივიდუალურია მიდგომა, თუმცა მე ჩემ პრაქტიკაში და ჩემს საახლობლო წრეში არ შევხვედი ადამიანს, რომელსაც გამოუყენებია ასეთი სრულიად უწყინარი ან თერმულ წყალზე დამზადებული თუნდაც ვაზელინი ან სხვადასხვა დამატენიანებელი, სუფთა დამატენიანებელი საშუალებები, რომელსაც ცუდი გავლენა ქონია კანის ზედაპირზე. აქვე დავწენ ორსულობის შემთხვევაში, რომ რისკი კანის დასკდომის და სტრიების გაჩენის იმატებს, თუმცა ეს მაინც გენეტიკურია, ინდივიდუალურია და ყოველთვის დატენიანებით ამის პრევენციას ვერ მოვახდენთ. ამიტომ ხშირად არის ხოლმე ესეთი მითი, რომ თუ დავიტენიანებ, სტრია არ გაჩნდება. სამწუხაროდ ეს ასე არ არის, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ დატენიანება საჭირო არა. ძალიან დიდი მადლობა. ნათია ჩვენთან მეგობრობისთვის და დღევანდელი სტუმრობისთვის. სხვადასხვა საინტერესო იყო ეს ბოლო რეპლიკა, იმიტომ რომ დატენიანების მიუხედავად სტრიები შეიძლება მაინც გაჩნდეს, თუმცა ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ დატენიანებაზე უარი ვთქვათ. მით უფრო რომ აქ ლაპარაკი იყო ასაკობრივ ჭრილში დატენიანების აუცილებლობაზე, როგორც შიგნიდან ორგანიზმის, ასევე გარედან. ლაპარაკი იყო გენდერულ ჭრილში და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ განსაკუთრებით ქალბატონებისთვის ამის გათვალისწინება და ყველასათვის ერთნაირად გასათვალისწინებელი არის სეზონურ ჭრილში რეკომენდაციები, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან ბევრი მაყურებლისთვის შეიძლება ნაცნობ რჩევებს გულისხმობდა, მაგრამ მათნამდე უცნობი წახნაგებით, რომელიც ვფიქრობ ძალიან გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მადლობა. კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ და აქვე დავძენ პატარა რეკომენდაციას გარდა დატენიანებისა ზამთრის სეზონში. გინდათ უფროსების ან ბავშვების კანის სიმშრალის შემთხვევაში ვეცადოთ, რომ საძინებელ ოთახში არ იყოს მაღალი ტემპერატურა, არ იყოს მაღალზე გამათბობელი ჩართული და სპეციალური აპარატებიც არის, რომელიც ჰაერში ტენს განსაზღვრავს და ასე გავაკონტროლებთ, რომ თუმცა შეგვიძლია ჯამით წყალი დავდგათ, ან დიდი თასით, ან დიდი ლარნაკით. დიახ, ჩვენი წინაპრები როგორც იქცეოდნენ ზუსტად ისე. ნათია, დაგემშვიდობებით, მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ დერმატოვენეროლოგი ქალბატონი ნათია თოდუა. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ძალიან ხშირად პასუხობ კითხვას, რატომ მთებში, რატომ უნივერსალური რეკომენდაციები, რატომ საერთო რჩევები. დავიწყებ მთავარი ფრაზით, უნივერსალური რეკომენდაციები არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს უნივერსალური საკვები პროდუქტები ყველასათვის ერთნაირად სარგო. არ არსებობს უნივერსალური კვების მოდელი ყველა მდგომარეობას ერთნაირად რომ შეესაბამება, მიესადაგება და ერთნაირად რომ მოაგვარებს. თუმცა შევთანხმდით, რომ
ეს თეფში არის ერთგვარი სიმბოლო, სურათხატი, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც საერთო პრინციპები, რომელზედაც უკვე შეთანხმდა მტკიცებითი მედიცინა და სწორედ ამ პრინციპების გაზიარებას ვცდილობთ, როდესაც ვამბობთ, მაგალითად დღიური რაციონი, ისე გავანაწილოთ, რომ სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილი იყოს მეორე ნახევარი მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. მიუხედავად იმ სიახლეებისა, რომელიც მე უკვე გაგიზიარეთ, მაგალითად COVID რეკომენდაციების ჭრილში პირამიდების ცვლილებასთან და თუნდაც ამოყირავებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ საერთო შეთანხმებაზე დაყრდნობით გიზიარებთ რეკომენდაციებს და ამას გავაკეთებთ მაგალითად დღეს კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებაში. ძალიან ხშირად მოგვისმენია წუხილი, როგორ შეიძლება მოვუაროთ გამომშრალ კანს, თმებს, ფრჩხილებს. რა თქმა უნდა, სეზონთან ერთად, ასაკთან ერთად ეს პრობლემები ხან წვავდება, ხან ნელდება. ასაკის მატება პრობლემას აღრმავებს, ისევე როგორც სეზონის მონაცვლეობა, თუმცა თანამედროვე რეალობაში სეზონის მონაცვლეობას დაემატა ისიც, რომ ჩვენ ხელოვნური გადნათების და ინტენსიური გათბობის ფონზე გვჭირდება მთავარი ფაქტორების გათვალისწინება. რამდენად ოპტიმალურია ეს ტემპერატურა და გარემო ადამიანის სხეულისთვის, მათ შორის კანისთვის, რომელიც ყველაზე დიდი ორგანოა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსია, მაქსიმუმ დასაშვები 23 გრადუსი. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი 27 ან 33 გრადუსის პირობებში არ აგრძელებს ცხოვრებას. უბრალოდ აქ ლაპარაკია ოპტიმალურ მუშაობაზე ჩვენი ორგანიზმისა და ასეთ შემთხვევაში ოპტიმალური გამოყენება შესაძლებლობისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს აქვს, სწორედ აი ამ რეჟიმში არის მოსალოდნელი. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ კანის მდგომარეობას, კანი არ არის იზოლირებულად ჩვენი ხილული ნაწილი, ცალკე ორგანო და მას არ გამოვაცალკევებთ თმისგან და ფრჩხილებისგან, რადგან კანი თავისი დანამატებით არის საყურადღებო. თმა და ფრჩხილები კანის დანამატია. როდესაც კანის სიმშრალეზე, თმების სიმშრალესა და ფრჩხილების სიმშრალეზე ვსაუბრობთ, მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. მათ შორის ჩვენი ხელოვნური ჩარევით გამოწვეული, მაგრამ თუ შედეგს უნდა გავუმკლავდეთ, ამოცანა სხვადასხვაგვარია. ერთი მხრივ ჩვენ გვჭირდება კანზე ზრუნვა ცხოვრების წესის ფაქტორების გათვალისწინებით, სადაც ყველაფერი მნიშვნელოვანია, რამდენად აქტიური ცხოვრების წესი გვაქვს, როგორ ვიცავთ ყოველდღიურ რეჟიმს ფიზიკური აქტივობისა, კვებისა, ძილისა და ასე შემდეგ. რამდენად სტაბილურად ვინარჩუნებთ წონას, რადგან კანს არ უყვარს წონის მკვეთრი მერყეობა და არც კანის დანამატებს მოსწონთ ეს მდგომარეობა. გასათვალისწინებელია რამდენად გვაქვს რისკები, რომელიც აღრმავებს ორგანიზმში სისტემურ ანთებას და უქმნის პრობლემებს კანს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პროცესირებული, ანუ უკიდურესად დამუშავებული პროდუქტები, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით, შაქრებით, ცხიმებით გაჯერებული, უნდა გავითვალისწინოთ ალკოჰოლის როლი, განსაკუთრებით მისი მოხმარება კანზე როგორ აისახება და ასე შემდეგ. ეს ფაქტორები შეიძლება აღმოჩნდეს დამაზარალებელი და კანის სიმშრალის გამაღრმავებელი. მაგრამ თუ შევხედავთ მთავარ რეკომენდაციას დავლიოთ წყალი და ჩვენ შევთანხმდით, რომ წყალი არის უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერება, მთავარი საკვები ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლეს და განსაზღვრავს სიცოცხლე იქნება თუ არ იქნება, აქ რამდენიმე წინააღმდეგობრივი საკითხია. ერთი მხრივ ჩვენ ვიცით, რომ წყალი განსაზღვრავს კანის მდგომარეობას. ისევე როგორც სხვათა შორის სახსრების მდგომარეობას, ისევე როგორც მაგალითად ყაბზობის რისკს და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ადეკვატურია თუ არა წყლის მომარაგება, წყლის მიღება, წყლით უზრუნველყოფა ორგანიზმისა, ერთ-ერთი ფაქტორი შესაფასებლად კანიც გახლავთ და კანის მდგომარეობა. მაგრამ მეორე მხარეა, როდესაც ჩვენ ვიღებთ წყალს მიდის კი ის დანიშნულების ადგილას. როდესაც მაგალითად ორგანიზმი წყალს შეიკავებს მლაშესაკვების მოხმარების დროს, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ორგანიზმი წყლით დავტვირთეთ და კანი კარგად იგრძნობს თავს. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. რადგან მაგალითად მლაშესაკვებით დატვირთვის შემთხვევაში წყალი
უჯრედში კი არ შედის, უჯრედებს შორის გროვდება და ეს ქმნის ორგანიზმისათვის არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას და კანის ჯანმრთელობას ეს არ წაადგება. ისევე როგორც მაგალითად თუ ჩვენ ჭარბად ვტვირთავთ ორგანიზმს წყლით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ გამოშრობის დაძლევა გგონია რომ ასე შეგვიძლია, ესეც არ არის სწორი მოსაზრება, რადგან კანის სიმშრალე და შესაბამისად კანის დანამატების, თმის ფრჩხილების სიმშრალე შეიძლება სხვა საკვებ ნივთიერებებზეც იყოს დამოკიდებული და ასეთ შემთხვევაში მთავარი ფაქტორები თქვენ წარმოიდგინეთ ადვილად დასანახია ყველა იმ კომპონენტში, რომელსაც მოგვიანებით წითელ ზონაში გაგიზიარებთ, თუმცა მინდა გაგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კვებითი შუქნიშანი და მცენარეული ბოჭკოთი ისეთი დატვირთვა, როგორიც ჩვენ გვაქვს, ვიტამინებით და მინერალებით ისეთი დატვირთვა, როგორიც კვებით შუქნიშანში გვაქვს, რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვანი შევსება წყალუხვი პროდუქტებით, მაგალითად კიტრი, მაგალითად ვაშლი, მაგალითად ისპანახი და მრავალი სხვა პროდუქტი, საზამთრო და ასე შემდეგ, რომელთა ჩამონათვალი თქვენ არც გჭირდებათ, ძალიან კარგად იცით, რომ ამ პროდუქტებს უხვწყლიანობის გამო შეუძლია წყურვილიც კი მოგვიკლა საჭიროების შემთხვევაში. და თუ დავუბრუნდებით თემას, სხვა რა ნივთიერებებია საჭირო ჩვენი ორგანიზმისთვის, პრინციპში რა მინიშნებაც მქონდა მე კვებით შუქნიშანთან, ზუსტად ამ თემას დავუბრუნდებით და გეტყვით, როგორ იტევს ამ ნივთიერებებს ჩვენი თებში, როდესაც ჩვენ სულ ცოტა ხუთი ჯგუფის ხუთი ფერის პროდუქტზე ვლაპარაკობთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შევთანხმდით ცისარტყელა თეფშზე. მაგრამ ეს არის უბრალოდ ჩემი ახირება, ეს არის უბრალოდ ფრაზები, რომელიც დავისწავლეთ და ვიმეორებ, არა. აქ მნიშვნელოვანია ყველა ის პროდუქტი, რომელიც ამ თეფშზე იგულისხმება, ანუ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში იგულისხმება და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მოდით შემდეგ სლაიდში შევხედოთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს კანის ჯანმრთელობისათვის. ეს გახლავთ ცილა. რატომ ცილა? როგორც წესი, კანის სიმშრალის, ფრჩხილების სიმშრალის, თმის სიმშრალის დაძლევას პირველ რიგში ლოგიკურად ვარაუდობთ, რომ შევძლებთ სითხეებით, წყლის დიდი რაოდენობის მოხმარებით. ეს არ ნიშნავს, რომ წყალი და სითხე არ გვჭირდება. პირიქით, ძალიან გვჭირდება, მაგრამ საკმარისი იქნება სიმშრალის დასაძლევად. აღმოჩნდა, რომ არა, იმიტომ რომ მთავარი კომპონენტი, რაც ორგანიზმში სამშენებლო პროცესს განსაზღვრავს და მრავალ სხვა ფუნქციას ორგანიზმის ქსოვილებისა, უჯრედებისა და ასე შემდეგ, დამოკიდებულია ცილაზე. აქ იგულისხმება როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის ცილები. გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ყველა ამინომჟავის ჩართულობას და ამ ხრივ მდიდარი სწორედ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია. მაგრამ გარწმუნებთ, მცენარეული პროდუქტების სწორი ურთიერთშეხამება გვაძლევს ყველა ამინომჟავის შევსების საშუალებას, ამიტომ მთავარი, როდესაც ჩვენ გვაქვს პრობლემა კანის, თმის, ფრჩხილების სიმშრალესთან დაკავშირებით, არ დაგავიწყდეთ, შეაფასოთ კრიტიკულად, რამდენად ადეკვატურად მოიხმართ ცილას, როგორი ტიპის ცილას მოიხმართ და მარაგდება თუ არა თქვენი ორგანიზმი ყველა აუცილებელი ამინომჟავით. ცილებთან ერთად რასაკვირველია გასათვალისწინებელია აუცილებელი ცხიმები, მათ შორის რასაკვირველია აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, პოლიუჯერი, ბევრგან გაუჯერებელი ომეგა-3, რომელსაც მრავალ სხვა ფუნქციასთან ერთად ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა შეუძლია მოახდინოს კანზე, კანის დანამატებზე და შესაბამისად იმ პროცესზე, რომელსაც სიმშრალე ჰქვია. გასათვალისწინებელია სხვადასხვა მინერალი და ვიტამინი, რომელიც კანის სიმშრალეს აგვარიდებს თავიდან და ძალიან ხშირ შემთხვევაში დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ ანტიოქსიდანტები, ანტიდამჟანგავები, რომელთა შორის A ვიტამინის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა A ვიტამინთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. მზასახით A ვიტამინის მიღება შეგვიძლია ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან, ხოლო მისი წინამორბედი კაროტინების სახით, განსაკუთრებით აი ბეტა-კაროტინი, ხშირად ვახსენებთ ხოლმე მას, როგორც კანის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს, სხვათა შორის თვალის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს და ზოგადად მრავალი პროცესისთვის აუცილებელ კომპონენტს არის როგორც წინამორბედი პროდუქტი, რომელიც ცხიმთან ერთად ხდება ჩვენს ორგანიზმში, უნდა მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში, რომ სათანადო პროცესების შედეგად A ვიტამინად ჩამოყალიბდეს. განსაკუთრებით საყურადღებო ანტიოქსიდანტებიდან გახლავთ E ვიტამინი.
ვიტამინი, როგორც ანტიოქსიდანტი, რომლის სხვადასხვა წყაროდან მიღება შეგვიძლია. ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია ამ ჩამონათვალში ერთ-ერთ მთავარ ანტიოქსიდანტად დავასახელოთ, რასაკვირველია C ვიტამინი და C ვიტამინის როლი მრავალმხრივია. რასაკვირველია ის ანტიდამჟანგავია. მას აქვს უზარმაზარი ფუნქცია და როლი სხვადასხვა სისტემის ჯანმრთელობისათვის, როგორც ზულოვანი სისტემისთვის, ასევე კანისთვის, სისხლძარღვებისთვის და ასე შემდეგ. ერთი მარტივი მიზეზის გამო. სწორედ C ვიტამინი არის ის განსაკუთრებული ვიტამინი, რომელიც უზრუნველყოფს რკინის შეთვისება ჩართულობას ჩვენს ორგანიზმში და რამდენი რკინაც არ უნდა გქონდეს იზოლირებულად, რომელიც მართლა ძალიან სჭირდება თმას, ფრჩხილებს, კანს და რომლის გარეშეც, რომლის ნაკლებობის შემთხვევაშიც აუცილებლად გვექნება მტვრევადი, დაზიანებული ფრჩხილები, თმები და არასათანადოდ გამოიყურება ჩვენი კანი. მოკლედ, მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ არ გვაქვს სათანადო რაოდენობით C ვიტამინი, მარტო რკინა თავის საქმეს ვერ გააკეთებს და რკინას ჩვენ ვერ შევითვისებთ. არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ფაქტორი C ვიტამინთან დაკავშირებით, მინდა უბრალოდ დავასრულო, ის მონაწილეობს იმ პროცესში, რასაც კოლაგენის წარმოქმნა ქვია. ამიტომ C ვიტამინის ნაკლებობა ნიშნავს კოლაგენის ნაკლებობას და ადრე გაჩენილ ნაოჭებს. ხოლო რაც შეეხება თუთიას, თუთიაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ ეს არის ის უნიკალური ელემენტი, რომელსაც ძალიან ბევრი ფუნქცია არის, რომელთანაც ბევრი ფუნქციაა ჩვენს ორგანიზმში დაკავშირებული, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუთიის როლი კანთან მიმართებაში. ამიტომ კანის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, ზოგადად კანის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობისათვის თუთიას ძალიან დიდი როლი ეკისრება მისი ცხოველური და მცენარეული წყაროების გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში წითელი ხორციც, ზღვის ნაწარმიც, თხილეულიც და შავი შოკოლადიც შეიძლება ერთნაირად სარგო პროდუქტი აღმოჩნდეს. და არის ერთი მნიშვნელოვანი საიდუმლო, რომელიც აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ. რა თქმა უნდა, კანის სიმშრალესთან, თმების და ფრჩხილების სიმშრალესთან დაკავშირებით, ზოგადად კანის და მისი დანამატების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ჩამოთვლილ პროდუქტებთან, ჩამოთვლილ ნივთიერებებთან ერთად, მე ნაწილობრივ ვახსენე რკინა, ვახსენე კოლაგენი, განსათვალისწინებელია ბიოტინი და მრავალი სხვა ნივთიერება, ამაზე ჩვენ სხვადასხვა დროს გვისაუბრია, თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს მთავარი ის ჰარმონია, რომელიც არის ჩვენსა და ჩვენი ორგანიზმის შიგნით ბინადარ მიკროორგანიზმებს შორის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საოცარი სურათი, რომელიც აღწერს იმ მრავალფეროვნებას, ყოველ შემთხვევაში მიგვანიშნებს იმ მრავალფეროვნებაზე, რომელსაც ჩვენი სხეულით ვატარებთ, არის მჭიდროდ ერთმანეთთან დაკავშირებული კანზე, ნაწლავში, ლორწოვანებზე, როგორ საბოლოო ჯამში მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომელსაც ჩვენ სხეულით ვატარებთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მიკრობიოტა. ეს არის ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა. და ეს ერთობლიობა იგულისხმება ჯამურად, რას ვატარებთ ნაწლავით, რას ვატარებთ კანით, ლორწოვანზე და მნიშვნელოვანია მათ შორის სასუნთქი გზების ლორწოვანზე. აქ მნიშვნელოვანია მიკრობიომი, ეს რაც მე ვახსენე, არის მიკრობიოტა. მიკრობიომი გახლავთ პრაქტიკულად თეატრი, ანუ სადაც სცენაზე გამოდიან ეს მიკროორგანიზმები და მათი ერთობლიობა, მათი ცხოველქმედების პროდუქტები და ის სამყარო, რომელსაც ისინი აშენებენ, ყველაფერი ერთად ახდენს ჩვენზე გავლენას. და ეს ურთიერთობა, ღერძები, რომელიც არსებობს ნაწლავსა და ტვინს შორის, ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. მაგრამ არსებობს ნაწლავსა და კანს შორის და არსებობს რაც მთავარია მჭიდრო კავშირი მიკროორგანიზმების შორის, რომელიც ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული და მათზე ბევრად არის დამოკიდებული. შესაბამისად, ნაწლავის ჯანმრთელობაზე ბევრად არის დამოკიდებული. საკმარისად დატენიანებული იქნება ჩვენი კანი, თუ გამომშრალი, როგორი იქნება ჩვენი თმები და ფრჩხილები. ამიტომ ნაწლავის ჯანმრთელობის შეფასება შეიძლება იყოს ირიბი გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს კანის ჯანმრთელობასთან. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, მე ამით გემშვიდობებით და რასაკვირველია, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.